რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ხელნაწერები არ იწვის, ხომ გაგიგიათ. ხო და ერთი დაუმწვარი ხელნაწერი სტუდიაში. პირდაპირ ვაცხადებ, რომ თელასის ყიდვის სურვილი მაქვს. დღეს ადამიანს სახში ქვიდარს რომ მიუტანენ, გული უსქდება და დახედვის ეშინია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ადამიანებს ქვითრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ, რადგან სამსახურიც ექნებათ, შემოსავალიც და გადასახადის გადახდის უნარიც. ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის 12 ივნისი. შეგენაცვალე ჩვენო მეცენატო. აი, ეგრე გაიხარე და ეგრე იდრეგზელე როგორც პირობის შესრულება იცი. ზუსტად ეგრე. და როგორც დღესასწაულების მილოცვა იცი ხოლმე. დღეს როგორ გვილოცავს პროჭორვილელთ უხუცესი კარს მომდგარ აღდგომას. ხვავითა და ბარაკით. რომელიც თქვენი ოჯახიდან გამოვა და მის ოჯახში შევა. რუსის ოჯახში. ან იმის ოჯახში, ვინც საქართველოში ჰესების მეწილია. და ვინაა საქართველოში ჰესების მეწილი? სწორია, ისევ პროჭორვილელი. 1 აპრილიდან ჩვენ ყველას 5 თეთრით გაგვიძვირდა ელექტროენერგია. ეხლა 5 თეთრი რა, არაფერი არ არის. მაგრამ გადახდის დრო რომ მოგიწევთ აგერ მაისის დასაწყისში. ნახავთ რომ განსხვავება თითქმის 34%-ია. სხვანაირად, დენი გაძვირდა 1/3-ით. და რატომ? აი ეგ არის კარგი კითხვა. უფრო ძვირად გვიწევს კითხვაო გეუბნებათ სემეკი. ის ვინც ტარიფი ასწია. მაგრამ აღარ გეუბნებათ რომ თქვენი გადასახდელია იმ კრიპტოქარხნების მოხმარებული დენი, რომელსაც ბორის ივანაშვილი წლებია საქართველოში ამუშავებს და ელექტროენერგიაში მგონი 1 თეთრს იხდის. დანარჩენს თქვენ, ჩვენ. არადა, კრიპტოქარხნები საქართველოს ჰესების წარმოებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარენ. სემეკი აღარ გეუბნებათ რომ საქართველოს წააგო საერთაშორისო დავა ინტერრაოსთან, თელასის მფლობელთან $112 მილიონ, რაც 300 მილიონ ლარზე მეტია. აღარ გეუბნებათ რომ საქართველოს ნამახვა ჰესის გამო დავა წააგო თურქულ ენკასთან და მისთვის გადასახდელი აქვს $383 მილიონ მეტი, ანუ $1.35 ლარი. აღარ გეუბნებათ რომ აგერ ახლა დეკემბერში $1 მილიარდზე მეტი ჯარიმები ჩამოაწერა ენერგოკომპანიებს, რომელიც გამოიცანით ვის ეკუთვნის. ხო და აი ამ მილიარდებს ამოღება ხომ უნდა ვისგან უნდა ამოიღონ? ბორიარუს ხომ არ მოთხოვს ახლა ნარმანია მეტი გადაიხადა ელექტროენერგიაში ბიტკოინებს რომ აწარმოებს წლებიო. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ-დამოკიდებულება მთელი რიგი შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. იმას ვერ გაუბედავს, თქვენ კი გაგიბედავთ და უკვე გაგიბედათ. თან რაღაც ქოცური ვირეშმაკობით შემოგიბრუნათ. 2024 წელს არჩევნების წინ ტარიფი რომ გაგიაფეთ, იმასთან შედარებით 5 კი არა, სულ 2 თეთრით გაგიძვირეთ ახლაო. კომუნისტებს უყვარდათ, ვისაც გახსოვთ ჩეჩვენებულები. საბჭოთა კავშირის ბოლომდე ყველაფერს 1913 წლის დონეს ადარებდნენ. ასე ეს რაღაცნაირად ალალი ნარმანიაც, რაკნას. მით უმეტეს მერი ამატებს რეგიონში ყველაზე ძვირი ტარიფი არაა საქართველოშიო. და ეგეც პატარა ვირეშმაკობაა. ვის ვედრებით, ვინაა რეგიონი? სომხეთს ვედრებით, რომელიც ამის 100%-ითაა ჩამოკიდებული რუსულ ბირთვულ სადგურზე. იქ ფასი ჩვენებული 30 თეთრია. აზერბაიჯანს ვედრებით, იქ ფასი ჩვენზე 40% დაბალია, 13 თეთრი. რუსეთს ვედრებით, ვისგანაც ყიდულობ დენის დიდ ნაწილს. იქ ყველაზე იაფი ელექტროენერგია ირკუტსკის ოლქშია, როგორც ხელოვნური ინტელექტი უწყება. 7 თეთრი, ანუ 3-ჯერ უფრო იაფი ჩვენზე. რატომ? იმიტომ რომ იქ არის ჰესები და ჩვენთან რა არ არის? ჩვენთანაც არის, მაგრამ ჩვენთან თან პროჭორვილელია. ამიტომ ირკუტსკის ფასი არ გვახდევნებს მოსკოვის და პეტერბურგის ფასს. და ჩვენ რა ვქნა? ჩვენ უნდა გადავიხადოთ. იმიტომ რომ თუ არ გადავიხდით, მოვა ბოროტი მანტიორი და ჩაგვიჭრის. თვითონ შეიძლება გამოგვირთონ დღეში 3-ჯერ და ბოდიშს არ მოგვიხადონ. მაგრამ ჩვენ თუ დავაგვიანეთ, ტერს დაავს. და რით უნდა გადავიხადოთ? აი ეგ არის სწორი კითხვა. ახლა ფულის მეტი რა გვაქვს? 20 ლარით ხომ მოუმატეს პენსიები ხოცებმა. ხო და პენსიონერს ეყოფა რომ ერთი ნატურა ჩართოს და კონდეს. განაპატარა საქმეა. მაგრამ თუ პენსია არ გვაქვს, ჩვენთვისაც არის გამოსავალი. პაკეტის უფები ხომ იყიდება? არა აუცილებელი მდუღარე წყალი დავასხათ იმას. ქაპ. ნელთბილ ან საერთოდ ცივ წყალშიც გაიხსნება ეგ ფხვნილი. ბანაობით შეგვიძლია კვირაში ერთხელ ვიბანაოთ და ყავაც მავნებელია რომ იცოდეთ. ამიტომ წყალი ვსვათ, ონკანის. და თუ არ მოგვეწონება, გადავერჩევთ. რა თქმა უნდა, ისევ ჩვენივე კალმებით. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე. ვინც იბადებოდნენ?
მაგრამ როგორ აღარც იბადებიან. კარგით დავიწყოთ. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს საქართველოში გაზრდილია ქორწინებების რიცხვი 632-ით მეტია გაფორმებული ოფიციალურად. ნაკლებია განქორწინება 347-ით. ეს კარგია, მაგრამ სხვა ყველაფერში 2025 წელმა ყველა ანტირეკორდი მოხსნა. პროჭრვილთა დათვლით და აღიარებითაც კი. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს ქვეყანაში 37867 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 1616-ით ნაკლებია. უფრო გასაგებად, 4.2%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. ვისი გაჩენს გაბედეს მშობლებმა 14000-მდე, ან დაახლოებით მესამედი პირველი შვილი იყო. 12451 მეორე და 11000-ზე ოდნავ მეტი მესამე და შემდგომი. რუსები და მათი აქაური სატელიტები რომ გვაშინებენ, არაქართული მოსახლეობის ბუმია გინდა თუ არა საქართველოში, არც ეგ აღმოჩნდა მართალი. აგერ ქვემო ქართლში ზუსტად იგივე ტენდენცია არას დანარჩენ ქვეყანაში. 230 ბავშვით ნაკლები გაჩნდა 2025 წელს. მატება არის მხოლოდ თბილისსა და აჭარაში. ძალიან საყურაღებო ცვლილებაა დედების ასაკში. 2024 წელს ჰქონდა 4 შემთხვევა, როდესაც ბავშვი 15 წლამდე ახალგაზრდა გოგონამ გააჩინა. ანუ ბავშვმა გააჩინა ბავშვი. 2025 წელს სულ 2, რაც ასევე უბედურებაა. ეს ტენდენცია გრძელდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ვიდრე 35 წლამდე. ესე იგი, ქვეყანაში მოიმატა ასაკოვანი ქალების მშობიარობა. გამონაკლისით 45-დან 59 წლამდე. მცოდნე ხალხი იტყვის, ჩემთვის კი ეს მშობლების პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების წინსვლის ნიშანია. მაგრამ სამწუხაროდ ტექნოლოგიების წინსვლა აღარ ჩანს ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობაში, რომელიც არის მომატებული. 2024 წელს მაჩვენებელი იყო 7.4 პრომილე. 2025-ში კი ავიდა 7.6-ზე. ასეთივე ცუდი ზრდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. იყო 8.6 და 2025 წელს გახდა 9.1 პრომილე. ანუ ყოველ 1000 ბავშვზე გარდაცვლილი. სულ რუსებს დავცინოთ დაგერ, საქართველოს სტატისტიკის კანტორამ დაიწყო ზუსტად იმავე ენის გამოყენება. ამათ იშრომეს და გამოსდეს გრაფიკული ახსნა-განმარტება შესანიშნავი სათაურით. ბუნებრივი მატება რეგიონების მიხედვით. თვალს რომ მოხვდება და გაგიხარდება. მაგრამ წაიკითხავთ, გული გაგიჩერდება. 2025 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა შორის და -6452 ერთეულით განისაზღვრა. გაიგეთ რა დაწერეს. უარყოფითი მატება ქართულად ნიშნავს კლებას. საქართველოს ბუნებრივი მიზეზი დააკლდა 6452 ადამიანი, ვისაც საქსტატი ადამიანს კი არა, ერთეულს უწოდებს. ესე იგი, შარშან თითქმის 6500 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. რაც ასევე ანტირეკორდია, 200-ით მეტია ვიდრე 2024 წელს. ხო, მთავარი მშვიდობა იყოს და გაგძრობია ყველა სული, ბუნებრივი მიზეზით. უარყოფითი მატების, ანუ საქართველოს სიკვდილის ტენდენციით პრინციპში. ვიცი რომ ოპტიმისტები ხართ, მაგრამ ხანდახან უნდა გითხრათ, გონი უსაფუძვლო. მე მაგალითად, საერთოდ მიქრება ოპტიმიზმი, როდესაც ომბუდსმენად წოდებული ლევან იოსელიანის არითმეტიკას ვკითხულობ ხოლმე. მისი განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 399,957 ბავშვია. 380,000 უფრო მარტივად რომ აგვიქვათ. რამდენია ეს? 380,000 ადამიანს 18 წლამდე არ აქვს არაფრის სახსარი. არც მას, არც მის მშობლებს. 380,000-შია. 380,000 ვერ იცვამს თბილად ზამთარში. 380,000 ვერ იღებს სათაანდო განათლებას. 380,000 ვერ დადის მუსიკაზე, სპორტზე, ხატვაზე, ცეკვაზე, რაღაც წრეებზე. 380,000 სავარაუდოდ ვერ ამთავრებს სკოლას, უნივერსიტეტზე აღარ მაქვს საუბარი. 380,000 ალბათ ვერ მიდის მეგობართან დაბადების დღეზე, იმიტომ რომ არ აქვს საჩუქარი ელემენტარულად. 380,000 თავს გზნობს მეორე და მესამე ხარისხოვან ადამიანად, იმიტომ რომ არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი, ვერ ეკონტაქტება გარე სამყაროს. 380,000 ადამიანი, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მოსახლეობა სრულად, ერთად, დიდიან, პატარიან, კაციან, ქალიანად. უფრო უკეთ რომ წარმოიდგინოთ, საქსტატის მონაცემების თანახმად 2025 წელს საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკის 851,000 ადამიანი ცხოვრობდა. 380,000 ადამიანი არის ამათი 45.2%. კარგი, 55% სიმარტივისთვის. ნახევარზე ოდნავ ნაკლები. როდის გაჩნდა ეს ხალხი? ასე დალაგებულ და გამდიდრებულ ქვეყანაში, რომელმაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკვე ძალიან დიდი ხანია უკან ჩამოიტოვა. როდის და აგერ? იმავე ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენებით, მხოლოდ 2025 წელს ამ სიას 23,322 ახალი ბავშვი შეემატა. ერთ წელიწადში. ამდენი ახალი ადამიანი გაჩნდა ამ სიაში. და სულ რამდენი გაჩნდა?
ამის სტატისტიკაც არსებობს. 2025 წელს ერთ წლამდე ასაკის 38844 ადამიანია რეგისტრირებული. პროცენტებში რომ წარმოიდგინოთ ისევ. ჩვილების 60.7% უქონელთა სიაშია. ყოველი 3 ბავშვი 5-დან. ამ ფონზე საერთო 45%-იანი სტატისტიკა თითქოს შეღავათადას ჩანს. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ლამის ყოველ მეორე ბავშვს აკლია საჭმელი, ჩასაცმელი. წვდომა სრულფასოვან განათლებაზე. მისი ხელისუფლება კი გიმტკიცებთ, რომ არ ნახული აყვავება აქვს, ეკონომიკური ბუმი, რომ არ იცის ფულის აწაიღოს და ვის ახაროს თავისი ისტორიული გამარჯვებები. ამიტომ 14 წლის შემდეგაც ის უნდა შემოხაზო და 34 წლის შემდეგაც. სულ მინდა ხოლმე პირადად ჩამოვარო და დავკოცნო ყველა ვინც საქართველოს ასახელებს ხოლმე. ახლა დაკოცნა დაპროშნის დრო ვინმე ბაია კვიციანისთვის დადგა, რომელსაც პროჭორილელები განათლების მინისტრის მოადგილეს უწოდებენ. თუ არ იცით ვინაა, აი ეს. St. Kitts and Nevis may be a small nation, thus online educational resources. და თუ არ იცით რა უკეთებია ცხოვრებაში, აი ეს. ამის 50 ქვეყნის პირველი ლედი რომ დაპატიჟეს ვაშინგტონში და ნადეჟდამ და შალავატევემ გამოგვიჭამეს ყურები არიქა, ჩვენი გოგო ციქარიო, ჩვენი ლედი პირველი მიწვეულია იმ შეხვედრაზეო. ეს იჯდა მეორე რიგში და ამშვენებდა იქაურობას. და რა ვიცი, ზრდილობიანთ როგორ უნდა თქვა, ქალს რომ შეეფერება, რაზმნით უნდა შევცვალო, ზმნა იცოხნებოდა. კაი, ნუ აი, ღეჭავდა საღეჭ რეზინს, ბერავდა და სკალეცავდა. ნუ, ხეთქავდა. მერე გემო რომ გავუვიდა, ყურის უკან მიიკრა თუ მაგიდას ამოაკრა ქვემოდან, არ ვიცი. ხა მართლა და მართლა ამხელა მინისტრის მოადგილე ყოფილა, ჩვენ ვაღიარებ თუ არა და იმედია მიიტანა ნაგვის ხუთამდე. მაგრამ განა ამ ქალზე ვლაპარაკობ ახლა ადმის პედრო დონალდო სუპერბაზუკაზე. ვლაპარაკობ აი ამ ქალზე, ვისაც ეს კევიღლეჭია სეფექალად ახლდა. აი მაგან გვასახელა თუ გვასახელა. ხომ გახსოვთ? Georgia, a country was once ruled by Queen Tamar, the first ever woman royalty referred to as a king. ახლა კი ეს კევიღეჭია ქალთა სამეთის კულუარების ამბავს გვიყვება და მაგასაც სულ წვრილად გვიღეჭავს. ჯერ მასშტაბი ნახეთ. რაზე ვიქაჩებით? ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონისა და დელეგაციის ოფიციალური მიწვევა გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას იმ ქვეყნების წრეში, რომლებიც გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ. გაიგეთ, ეს თამარ ბაგრატიონი და მისი ქმარი თურმე გლობალურ დღის წესრიგს ქმნიან. და აქვე. პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის ისტორია დაგიმახსოვრებთ როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია. გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა. გაიგეთ ახლა, ჩასაფრებლო აკაცუკებო. საქართველოს პირველ ლედის მთელი თეთრი სახლის სტაფი დაძდევდა კუჩის 3 დღე, რომ მიიღო ლიცენზია მაღალმხატვრული და ღრმად ფილოსოფიური ფრაზის გამოყენებაზე. ისტორია დაგიმახსოვრებთ როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია. საავტორო უფლებები აჩუქა, რა თქმა უნდა, ხალბატო მელანიასთან ახლა ხვარი მელაჩინკებდა, რა ჰონორარი, ის ჰონორარი. და ჩვენ ხო ვიცით რამდენად აფასებენ პროჭორილელები დედობრივ ინსტინქტებს. ხო ვიცით როგორ იმოქმედა მაძე ელენე ხოშტარიას განაჩენის ამბავმა. იმდენი იტირა ამ ბაია კვიციანმა, ისეთ ხმაზე რომ კიდაღამ ჩაშალა საერთოდ მელანია ტრამპის სამიტი. ხო ვიცით როგორ დაიხოკა აღაწვე მარიამ ლაშხმა. ხო ვიცით რამდენი ღამე არ უძინია ქალბატონ თამარ ბაგრატიონს და დაბრუნების შემდეგ როგორ დასაჯა ამისთვის თავისი ქმარი, რომელიც ახლა იძულებულია ლოჯიაში ტახტზე იძინოს. აი ასე, დედობრივი ინსტინქტი პროჭორილელებისთვის არ უმაღლესი ღირებულებაა საერთოდ. სულ უმაღლესი ფასეულობა. ნუ ბორის ივანაშვილის მამობრივ ინსტინქტს თუ არ ჩავთვლით. ეგ მართლა სრულიად ღვთიური დონეა. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავდიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.